ბატონო იანი, უპირველესად, დიდი მადლობა დროის დათმობისთვის. სასიამოვნოა თქვენთან ყოფნა. ბალტიისპირეთის ქვეყნების და პოლონეთის ლიდერები აცხადებენ, რომ რუსეთმა შესაძლოა ნატოს წინააღმდეგ შეზღუდული სამხედრო ან ჰიბრიდული პროვოკაცია მოაწყოს. ვილნიუსის განცხადებით, სადაზვერვო ინფორმაცია მიუთითებს, რომ მოსკოვი შესაძლოა კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავდეს. როგორ აფასებთ ამ გაფრთხილებებს? ვფიქრობ, ამას ორი მიზეზის გამო ძალიან სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ. პირველი, პოლონელებს, ბალტიის ქვეყნებსა და ჩვენ სხვა მოკავშირეებს რუსეთის შესახებ საკმაოდ კარგი სადაზვერვო ინფორმაცია აქვთ. ასევე ვიტყოდი, რომ პოლონელები და ბალტიის ქვეყნები მათ შორის არიან, ვისაც რუსეთის სტრატეგიული კულტურა და აზროვნება ყველაზე უკეთ ესმის. მეორე მიზეზი კი ისაა, რომ ამის პრეცედენტიც უკვე არსებობს. რუსეთი უკვე 10 წელზე მეტია დასავლეთისა და ჩვენი ევროპელი მოკავშირეების წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კი ეს კამპანია სულ უფრო ინტენსიური ხდება. რა თქმა უნდა, არ უნდა დაგვაუწყდეს ბალტიის ზღვაში კაბელების გადაჭრის შემთხვევები, რომლებიც რუსების დავალებით თავად რუსების მიერ განხორციელდა. რუსებმა დააზიანეს კაბელები სვალბარდსა და ნორვეგიის კონტინენტურ ნაწილს შორის. ასევე გვინახავს რუსების მიერ განხორციელებული მკვლელობები ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში და ძალადობა რუსი დისიდენტების წინააღმდეგ. ბოლო 1 წლის განმავლობაში პოლონეთის სარკინიგზო ხაზზე ტერაქტიც მოხდა. გასული წლის სექტემბერში კი რუსეთმა დაახლოებით 20-23 დრონი პოლონეთის ტერიტორიის სიღრმეში გაუშვა. ასე რომ ბალტიის ქვეყნებისა და პოლონეთის ეს გაფრთხილება სრულიად საფუძვლიანია. რა შემთხვევაში ჩართვლიდა ნატო, რომ კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა, როგორიც თქვენ ახლა აღწერეთ, მეხუთე მუხლის ამოქმედების მიზეზი შეიძლება გახდეს. აქ მკაფიო ზღვარი არ არსებობს, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ ალიანსმა და შეერთებულმა შტატებმა ჩრდილოეთ ამერიკამ და ევროპამ სათანადო პასუხი ვერ გასცეს რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმების ამ ხანგრძლივ ჯაჭვს, ანუ ჩვენი ტერიტორიებისა და ხალხების წინააღმდეგ ომის ზღვარს ქვემოთ არსებულ ქმედებებს. უფრო მეტიც მე ვიტყოდი, რომ პოლონეთზე დრონების თავდასხმა ომის აქტი იყო. ეს სამხედრო დრონები წინასწარი განზრახვით გაუშვეს პოლონეთის ტერიტორიის სიღრმეში. დასავლეთის პასუხი კი თითის დაქნევითა და იმის თქმით შემოიფარგლა, რომ ეს სახიფათო და გაუმართლებელი იყო. ამის საპასუხოდ ეკონომიკური სანქციებიც კი არ დაწესებულა. ამგვარად, დემოკრატიული ქვეყნების დასავლურმა ტრანსატლანტიკურმა თანამეგობრობამ გარკვეული თვალსაზრისით თავად წაახალისა რუსეთი ესკალაციისკენ, რადგან აგრესიის ასეთ აქტებს სათანადოდ არ პასუხობს. რატომ ვერ ვიხილეთ ნატოსგან სათანადო პასუხი? ვფიქრობ, ალიანსის წევრი ქვეყნების უმეტესობაში მიაჩნიათ, რომ კონფლიქტების ესკალაცია ამად არ ღირს. სწორედ ამიტომ მსგავსი აგრესიული ქმედებების საპასუხოდ ისინი ძირითადად პასიურები იყვნენ. ეს შეცდომა იყო სინამდვილეში ეს ზრდის რისკს, რომ რუსეთმა კიდევ უფრო სარისკო სახიფათო და პროვოკაციული ნაბიჯები გადადგას, რაც თავის მხრივ უფრო ფართო ომის საფრთხეს ზრდის. სწორედ ასეთი ომის თავიდან აცილებას ცდილობთ ყველა. რა არის მყისიერი საფრთხე, რომელსაც რუსეთი დღეს ევროპას უქმნის? ყველაზე მყისიერი საფრთხე უკვე საფრთხეც კი არ არის, რეალური ქმედებაა. ეს არის უკრაინის წინააღმდეგ გაუმართლებელი, არაპროვოცირებული და სასტიკი აგრესია, რომლის მიზანიც დამოუკიდებელი დემოკრატიული სახელმწიფოს დამორჩილებაა. ეს სახელმწიფო ნატოს დე-ფაქტო მოკავშირე იყო და მოკავშირეთა ოპერაციების მხარდასაჭერად საკუთარ სამხედროებს აგზავნიდა. რუსეთის ეს ქმედება საფრთხეს უქმნის უკრაინას, სუვერენიტეტის პრინციპსა და ნატოს სანდოობას. ამიტომ დღეს სწორედ ამ საკითხზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება და მეტი უნდა გავაკეთოთ უკრაინელების დასახმარებლად, რათა მათ ომი საკუთარი პირობებით დაასრულონ. დიახ, რა თქმა უნდა, ეს მიმდინარე ომია, მაგრამ უკრაინის მიღმა თქვენ ახსენეთ ჰიბრიდული ოპერაციები, რომლებსაც რუსეთი წლების განმავლობაში ახორციელებდა. კონკრეტულად, რა საფრთხეებს ხედავთ ბალტიის ქვეყნებისა და პოლონეთისთვის? რა სელით ამ მხრივ? ვფიქრობ, რომ უკრაინაში რუსეთის მდგომარეობის გაუარესებასთან ერთად მოსკოვი ვითარების შეცვლას ჰორიზონტალური ესკალაციის გზით შეეცდება. ნატოს რომელიმე მოკავშირის წინააღმდეგ პროვოკაციული სამხედრო ხასიათის ქმედებით. შესაძლოა მან სამიზნედ ის მოკავშირე აირჩიოს, რომელსაც ყველაზე მოწყვლადად მიიჩნევს და რომლის შემთხვევაშიც ალიანს ერთიანი და მტკიცე პასუხის ჩამოყალიბება ყველაზე მეტად გაუჭირდება. არც ერთი კონკრეტული სცენარი არ იკვეთება როგორც ყველაზე ახლო ან მყისიერი საფრთხე, თუმცა ყველამ ყურადღებით უნდა ადევნოს თვალი ბალტიის ქვეყნებსა და არქტიკას. ჩემი აზრით, ყველაზე შემაშფოთებელი სწორედ ეს ორი რეგიონია. მინდა ევროპაში შეერთებული შტატების სამხედრო ყოფნაზე გკითხოთ. რეალურად როგორია ის დღეს? რის შეცვლას გეგმავს ვაშინგტონი და თქვენი აზრით, როგორ ვითარდება ეს პროცესი? And how do you see this process unfolding?
დღეს ევროპაში დაახლოებით 70-80,000 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეა. აქედან დაახლოებით 60,000 ევროპაში მუდმივად არის დისლოცირებული. ანუ მათი სამხედრო ბაზები იქ მდებარეობს. პერსონალი მთელი წლის განმავლობაში იქ ცხოვრობს და ევროპაში როტაციის პრინციპით არ იცვლება. ეს ცივი ომის პიკზე იქ განთავსებული ძალების მესამედზე ნაკლებია. მაშინ ევროპაში 300,000-ზე მეტი სამხედრო გვყავდა. ეს იყო 300,000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და სხვა პერსონალი, რომლებიც ევროპაში ტრანსატლანტიკურ ინტერესებს იცავდნენ. ტრამპის ადმინისტრაციამ მიანიშნა, რომ ევროპაში ამერიკის სამხედრო ყოფნის კიდევ უფრო შემცირება სურს. ფიქრობ, ეს შეცდომაა. ეს ეფუძნება მცდარ ვარაუდს. თითქოს ჩვენი სამხედრო სტრუქტურის ეს კომპონენტები ამერიკის შეერთებული შტატების შეერაღებული ძალებისთვის ზედმეტი ტვირთია და მსოფლიოს სხვა რეგიონებში კრიზისებზე რეაგირების შესაძლებლობას გვიზღუდავს და გვასუსტებს. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ ევროპაში მუდმივად დისლოცირებული ეს 62,000 სამხედრო შეერთებული შტატების საერთო სამხედრო ძალის 6%-ზე ნაკლებია. ალბათ 5%-ზე ნაკლებსაც შეადგენს. აქ გულისხმობ დაახლოებით 1,3 მილიონ პროფესიონალ სამხედრო მოსამსახურეს. ამაში არც არაზრო ძალებსა და ეროვნულ გვარდიას ვითვალისწინებ, რომელთა ჩათვლითაც ეს რიცხვი 2 მილიონამდე იზრდება. ამ ბრიგად ევროპაში ჩვენი ძალები საკმაოდ შეზღუდულია და მსოფლიოს სხვა რეგიონებში რეაგირების უნარისთვის თითქმის არავითარ ტვირთს არ წარმოადგენს. ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების ურთიერთობის მნიშვნელობისა და ევროპაში შეერთებული შტატების სასიცოცხლო ინტერესების გათვალისწინებით მე ვიტყოდი, რომ ევროპელების მიერ თავდაცვითი შესაძლებლობების ზრდის პარალელურად ჩვენ უნდა გავზარდოთ იქ ჩვენი სამხედროების ყოფნა. თუმცა უნდა ვაღიარო, რომ შეერთებულ შტატებში ამ აზრს უმცირესობა იზიარებს. რა მოხდება თუ ამერიკული ძალები ევროპას მანამდე დატოვებენ, სანამ ევროპა მათ ჩასანაცვლებლად მზად იქნება? ნატო სამიტის შემდეგ ხედავთ თუ არა ვაშინგტონსა და ევროპას შორის ვადებთან დაკავშირებით რაიმე კოორდინაციას? ევროპელები ცდილობენ ტრამპის ადმინისტრაციასთან და მის გეგმებთან გარკვეულ კოორდინაციას. ჩემთვის ნატოს ანკარა სამიტი ის მომენტი იყო, როდესაც ევროპელები მეტ პასუხისგებლობას იღებდნენ, შეერთებული შტატები კი უკან იხევდა. ეს იმედგამაცრუებელი და შემაშფოთებელია. სამიტზე ევროპელებმა აჩვენეს, რომ ერთგულები რჩებიან ჰააგის სამიტზე აღებული ვალდებულებებისადმი და მათ შესასრულებლად წინ მიიწევენ. კერძოდ, საუბარია თავდაცვის მთლიანი ხარჯების 5%-მდე გაზრდაზე. ნატოს ბევრი ქვეყანა ამ მხრივ მნიშვნელოვან პროგრესს აღწევს. შეერთებულმა შტატებმა კი სამწუხაროდ ალიანსში შავი ღრუბელი მოიტანა, რომელმაც სამიტი დაჩრდილა. ეს მოიცავდა ძალთა განლაგების გადახედვის გეგმებსა და ეროვნული თავდაცვის სტრატეგიას, რომელიც ჩვენი ძალების კიდევ უფრო შემცირების განზრახვაზე მიანიშნებდა. როდესაც შეერთებული შტატები ევროპაში საკუთარ ძალებს ამცირებს, ეს აჩენს კითხვებს ევროპისადმი ამერიკის ერთგულებასთან დაკავშირებით და ხელს არაფერს უწყობს. ჩვენ გვაქვს რესურსი ევროპაში მეტი გავაკეთოთ. ამის გადაუდებელი საჭიროებაც არსებობს და ჩვენ იქ სამხედრო ყოფნა უნდა გავზარდოთ. თქვენ აღნიშნეთ, რომ უკრაინაში რუსეთის მდგომარეობა უარესდება. ამავე დროს, უკრაინული დარტყმები რუსეთის ტერიტორიის სიღრმეებს აღწევს. რას ნიშნავს ეს რუსეთის მიერ ნატოს გამოცდის შესაძლებლობისთვის? როგორ ჯდება ეს საერთო სურათში? უკრაინის წარმატების კარგი მხარე ისაა, რომ ამცირებს რუსეთის შესაძლებლობებს რეალურად დაუპირისპირდეს ნატოს ან მის წინააღმდეგ თავდაჯერებულად გადადგას აგრესიული ნაბიჯები. მაგრამ რაც უფრო მეტ წარმატებას აღწევს უკრაინა ბრძოლის ველზე, მით უფრო იზრდება ალბათობა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი პანიკურ მდგომარეობაში ჩავარდება. ომის მიმდინარეობის შემოbrunებას ის შესაძლოა, როგორც უკვე ვთქვით, ჰორიზონტალური ესკალაციით შეეცადოს. ნატოს ან მისი რომელიმე წევრის სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესიული ქმედებების განხორციელება. მიზანი ალიანსში განხეთქილების შექმნა და უკრაინის მხარდაჭერის მოშლა იქნებოდა. აგვისტოში საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის 2008 წლის ომიდან 18 წელი გავა. წარსულს რომ გადავხედოთ, შეძლო დასავლეთმა სწორედ შეეფასებინა ის, რაც შემდეგ მოხდებოდა. 2008 წელი იყო ან სულ მცირე უნდა ყოფილიყო გამაფრთხილებელი გასროლა ტრანსატლანტიკური თანამეგობრობისთვის. მას ეს სიგნალი უნდა დაენახა და შესაბამისი ზომები მიიღო. ამის ნაცვლად, მას შემდეგ რაც რუსეთს საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილის დატოვება მოუხდა, თუმცა არა მთლიანად. ჩვენ ჩემთვის გაუგებარი მიზეზებით დაუყოვნებლივ დაუბრუნდით რუსეთთან ჩვეულებრივ ურთიერთობებს. ამან პუტინი კიდევ უფრო გაათამამა. როგორც დღეს ნათლად ხედავთ, პუტინს საქართველოს დამორჩილების ამბიციაზე უარი არ უთქვამს. ამან მას ნამდვილად შემატა რწმენა, რომ უკრაინის წინააღმდეგად შეეძლო ემოქმედა. ისე რომ ამას ტრანსატლანტიკური თანამეგობრობის მხრიდან გადამწყვეტი პასუხი არ მოყვებოდა. ეს სწორედ იმის შედეგი იყო, რაც 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ მოხდა.
We've been talking about ჩვენ საუბრობთ იმის შესახებ, რომ რუსეთმა შესაძლოა ნატო გამოსცადოს, მაგრამ რა შეიძლება მოხდეს ალიანსის მიღმა მყოფ ქვეყნებთან, განსაკუთრებით საქართველოსა და სომხეთთან დაკავშირებით. რუსეთისგან მომავალ რა საფრთხეებს ხედავთ მათ შემთხვევაში? საფრთხე ისაა, რომ უკრაინაში ვითარების მის წინააღმდეგ შემოbrunებით პანიკაში ჩავარდნილმა პუტინმა შეიძლება აგრესია სხვა მიმართულებით გადაიტანოს. მართალია შესაძლო სცენარებზე ფიქრისას ყურადღებას ძირითადად არქტიკასა და ბალტიის ქვეყნებზე ვამახვილებ, მაგრამ არ უნდა დაგვაუწყდეს ზეწოლის ბერკეტები, რომლებიც მას კავკასიის ქვეყნებზე აქვს. მას ჯერ კიდევ აშკარად უჭირს სომხეთის დაკარგვასთან შეგუება. მას შემდეგ, რაც სომხეთმა თავად გადაწყვიტა საკუთარი ურთიერთობების მთავარი მიმართულება დასავლეთისკენ გადაიტანოს. how do you see როგორ ხედავთ ნატოს გაფართოების მომავალს? რეალისტურია ეს უახლოეს მომავალში? the future? ეს დამოკიდებულია იმაზე, რას ვგულისხმობთ უახლოეს მომავალში. მომდევნო 2 წლის განმავლობაში, ვიდრე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხელისუფლებაშია, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნატოში გაწევრიანების მსურველი ქვეყნებისთვის, მაგალითად უკრაინისთვის, მოლდოვასთვის, ან შესაძლოა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის, გაფართოების ახალი ეტაპი დაიწყოს. მაგრამ ერთიანი, თავისუფალი და განუყოფელი ევროპის ხედვა ვერ განხორციელდება, ვიდრე უკრაინა სრულფასოვანი წევრი არ გახდება. მე ვიტყოდი, რომ საქართველოც, თუმცა ჩემი აზრით ეს მანამდე არ მოხდება, სანამ პრეზიდენტი ტრამპი თანამდებობაზეა. იმედი ამერიკის მომავალ პრეზიდენტს უფრო მყარი სტრატეგიული ხედვა ექნება და აღადგენს ამერიკის ერთგულებას ერთიანი, თავისუფალი და განუყოფელი ევროპის ხედვისადმი. შეიძლება დღეს ვინმეს ეს არარეალისტურად მოეჩვენოს, მაგრამ არც ისე შორეულ წარსულში 2023 წლის ვილნიუსის ნატოს სამიტზე ალიანსში თითქმის სრული კონსენსუსი არსებობდა უკრაინის ნატოში გასაწევრიანებლად სერიოზული პროცესის დაწყებაზე. ამას რეალურად მხოლოდ 2 ქვეყანა აფერხებდა: შეერთებული შტატები პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ხელმძღვანელობით და გერმანია. ჩემი აზრით, პრეზიდენტ ბაიდენს უკრაინის ამ ისწრაფებისთვის მხარი რომ დაეჭირა, გერმანიაც მას გახვებოდა. ამრიგად, საკმარისი პრეცედენტი არსებობს, რათა გვჯეროდეს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ერთიანი და თავისუფალი ევროპის ხედვა მოიცავს ნატოს, რომლის წევრიც უკრაინის მსგავსი ქვეყნებიც იქნებიან. And this is my very last question. So to საუბრის დასაწყისში განხილულ თემას რომ დაუბრუნდეთ. რეალურად მზად არის თუ არა ნატო იმ სცენარისთვის, რომლის შესახებაც ბალტიისპირეთის ქვეყნების და პოლონეთის ლიდერები გვაფრთხილებენ. Do we have the გვაქვს თუ არა მტკიცე პასუხისთვის საჭირო სამხედრო რესურსები? გვაქვს თუ არა ასეთი მოვლენის შესაკავებლად საჭირო სამხედრო რესურსები? რა საკვირველია გვაქვს? ალიანს რუსეთის ძალებთან შედარებით კოლოსალური უპირატესობა აქვს. მხოლოდ ეკონომიკურ მასშტაბებში შეხედეთ, ალიანსის წევრების ერთობლივი მთლიანი შიდა პროდუქტი დაახლოებით $60 ტრილიონ შეადგენს. რუსეთის კი დაახლოებით $2 ტრილიონი. ჩვენ ვსაუბრობთ თავდაცვაზე დახარჯულ $1.5 ტრილიონზე, მაშინ როცა რუსეთის თავდაცვის ხარჯი 2025 წელს $200 მილიარდი ან ნაკლები იყო. ალიანს ჩრდილოატლანტიკური სივრცის მიღმაც ურთიერთობათა ფართო ქსელი აქვს, მათ შორის პარტნიორები ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში, ახლო აღმოსავლეთსა და მსოფლიოს სხვა ნაწილებში. ამრიგად, ნატოს ძალობრივი უპირატესობა რუსეთზე მართლაც უზარმაზარია. მთავარი კითხვა ისაა, აქვს თუ არა ნატოს თანამეგობრობასა და ტრანსატლანტიკურ თანამეგობრობას საჭირო სტრატეგიული აზროვნება ამ ძალის ისე გამოსაყენებლად, რომ რუსეთი ეფექტიანად შეაკავოს ასეთი უკიდურესად სარისკო, სახიფათო და პროვოკაციული ნაბიჯისგან. და თუ რუსეთი ამას მაინც გააკეთებს, ექნება თუ არა ნატოს სათანადო მზაობა, უპასუხოს შესაბამისი სადამსჯელო ზომით, რომელიც აიძულებს რუსეთს უკან დაიხიოს და მსგავსი აღარ გაიმეოროს. აი ამაში ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ. respond with an appropriate punitive action that will ensure that Russia backs off and doesn't do it again? There I'm a little bit uncertain. well, thank you so much again for your time, Mr. Brzezinski. My pleasure, and it's great to see IMA taking off. Thank you.